დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან მიხარია რომ ასეთი შემადგენლობითი ნაწილი არის დღეს ჩვენი აუდიტორია. მე ვარ ნონა მინდიაშვილი, პროფესიით ნევროლოგი, ასევე ვარ ოჯახის ექიმი, მაქვს ასეთი პროფესიაც და მე დღეს წავიკითხავ ლექციას ოჯახის ექიმებისთვის, ნევროლოგებისთვის და ფსიქიატრებისთვის. ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები რომ რომელიღაცა ნაწილისთვის არ იყოს მოსაწყენი და ვიღაცისთვის არ იყოს ძალიან რთული. ვეცდები დავიჭირო ბალანსი მოკლედ ამ დღევანდელი ლექციის მსვლელობის დროს. დღევანდელი თემა არის ისეთი ცნობილი პრეპარატის ირგვლივ, რომელიც არის ყველა ჩვენგანზე დიდი. თავისი ასაკით, მაგრამ ძველი პრეპარატების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება მას შევხედოთ, როგორ გაუძლო დროს, მაქსიმალურად შევაფასოთ მისი შესაძლებლობები იმ ჩვენებებით, რომელიც მწარმოებელმა მოგცა და პლუს ამას დავამატოთ ის გამოცდილებები, რომელიც ჩვენ მოგცა აი ამ პრეპარატმა ამდენი წლის განმავლობაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ძველ პრეპარატებს ეს დიდი პლუსი აქვს. ყოველ შემთხვევაში ამდენი ხანი წამალმა გაძლოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის რეალურად რაღაცას აკეთებდა, თორემ ჩვენს თვალწინაც ყოფილა როგორი პრეპარატები ამოვარდნენ საერთოდ ასე ვთქვათ რეესტრიდან და რომელსაც უკვე ჩვენ აღარ ვიყენებთ, ხო? აი ასეთი რამ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ჩვენ ვეხებით აი ესეთ ძველ პრეპარატებს თავისი ახალი შესაძლებლობებით და შემთხვევით არა ვარ სპიკერად არჩეული, ჩემი პრაქტიკული საქმიანობა წარმოუდგენელი არის ამ ნივთიერების ხმარების გარეშე, ის არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დანიშნული პრეპარატი და ეს არ არის ნაკარნახები არანაირი სხვა გარემოებით, გარდა იმისა, რომ მე ამ პრეპარატით როგორც ექიმი ვარ კმაყოფილი და ის ნიშა, რომელიც მე მოუძებნე მას, მე ვეცდები, რომ დღევანდელი ჩვენი ლექციის დროს ამაზეც გავამახვილო ყურადღება როგორც სპეციალისტმა, რომელსაც მაქვს ნევროლოგიური მუშაობის 40 წლიანი სტაჟი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზოგი ალბათ აქ 40 წლისაც არ არის, ხო? აი ესეთი ის არის გამოცდილება. ამიტომ პირველ რიგში სანამ დავიწყებთ საერთოდ მის ძირითად იმას, აი ვთქვათ, მოდი თვითონ პრეპარატი ნოოფენი რას წარმოადგენს? საბჭოთა კავშირში შეიქმნა 60 წელს სხვათა შორის და ის თავდაპირველად იყო ფსიქოაქტიური სუბსტანცია, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა შიშის, შფოთის, ალკოჰოლიდან დამოკიდებულების მოსახსნელად, ბავშვებში ენაბორძიკობის დროს, ღამის ენურეზების დროს, უძილობის დროს, სხვადასხვა ნეიროლეფსიური პრეპარატებზე უარის თქმის დროს, როგორც დამხმარე და სხვა პრობლემების დროს, მაგრამ პირველად სანამ ის გაჩნდებოდა როგორც ფართოდ ხმარებადი აი ესეთი მრავალმხრივი მოქმედების პრეპარატი, ის გამოიყენებოდა კოსმოსურ სეტში, ანუ კოსმონავტების შემადგენელ პაკეტში, რომელსაც ატანდნენ, ასე ვთქვათ, კოსმოსში ამ იმებს ასტრონავტებს, კოსმონავტებს იმისათვის, რომ მათ თავიანთი მრავალმხრივი შესაძლო შფოთი და შიში და იცით თქვენც ახლა კითხულობთ უყველა და იცით რეები დაემართა ზოგიერთ ასტრონომს, რომელიც იყო მთვარეზე გაგზავნილი, ხო, საკმაოდ დიდი და ფართო მოცულობის შიში თავისი მრავალმფეროვანი გამოხატულებით. ამიტომ ამ პრეპარატმა აი ესეთი ნაწილი გაიარა, ანუ ის როგორც გარკვეულწილად კარგი ფსიქოლეფსიური საშუალება ფსიქონევროლოგიაში გამოყენებული, ეს ნამდვილად დადასტურებული იყო და დროით, ასე ვთქვათ, იქნა კიდევ ერთხელ დადასტურებული. რას წარმოადგენს საერთოდ, აი რაზე არის მისი მოქმედება დაფუძნებული? ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ამიტომ ამაზე რამოდენიმე სლაიდი მაქვს და ბევრი არ მოგეჩვენოთ. პირველ რიგში ის არის გამა-ამინო ერბოსმჟავასთან ძალიან ახლოს მყოფი. მის ირგვლივ მოტრიალე პრეპარატია და გამა-ამინო ერბოსმჟავა წარმოადგენს ძირითად მედიატორს, რომელსაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აქვს შემაკავებელი ეფექტი. აი ეს და ამისი პრეპარატები ძალიან ბევრი იყო ხოლმე. თუ გახსოვთ კოგიტუმი, გომკი, რა ვიცი, 1000-დაირი პრეპარატები იყო, სულ იყო მცდელობა იმისა, რომ გამა-ამინო ერბოსმჟავა რაღაცნაირად გამოეყენებინათ მედიცინაში და ის ზუსტად ტვინის ენერგეტიკული პროცესების აქტივატორი იყო, როგორც წესი და ქსოვილების სუნთქვით აქტივობას ზრდიდა და ასევე თავის ტვინში ზრდიდა ჟანგბადის მომარაგება, ჟანგბადის უტილიზაციას და სისხლის მიმოქცევას. დამამშვიდებელი ეფექტი შედარებით ნაკლები აქვს, თუმცა რაღაც გარკვეულწილად მას აქვს, მაგრამ უფრო მეტად ეს დამამშვიდებელი ეფექტი მისი არის აგზნებითი პროცესების დათრგვინის ხარჯზე და არა ისე, როდესაც არ არის აგზნება, ხო? აი ეს.
რა არის გამაამინო ერბოს მჟავას ეფექტი? პირველ რიგში შიშის და სტრესის კონტროლი. მისი დაქვეითება გამაამინო ერბოს მჟავას დაქვეითება მძიმე ნევროლოგიურ და მენტალურ დარღვევებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში და მისი მომატება აი ამ გამაამინო ერბოს მჟავა გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, ნახშირწყლოვან ცვლაზე და თქვენ წარმოიდგინეთ ძილის დარღვევებზეც კი. ეხლა ვთქვით, რომ შფოთის მომხსნელიაო და სამშვიდებელი არისო ესეთიო და მაინც ყოველთვის ცდილობენ ხოლმე, როდესაც რაღაცა პრეპარატის რომელიღაცა თვისებას ხაზს უსვამენ, გააკეთონ შედარება კლასიკურ წარმომადგენელთან. აი ამ ჯგუფის კლასიკური წარმომადგენელთან, რატომაც ეხლა მწარმოებელმა გააკეთა შედარება ალპრაზოლამთან. აი ჩვენთან რო არის ქსანაქსის დასახელებით მაგალითად და არის კიდე ბეტა, ესე იგი რა ქვია იმას? ბეტამაქსის დასახელებით, ხო? ზოლომაქსის დასახელებით. ხო, აი ესეთი ამ პრეპარატთან და გააკეთეს შედარება. არის თუ არა ის მისი მსგავსი, მაგრამ აი ნახეთ როგორი თავისებური მომენტი აქვს, სამუხრუჭე პედალი არის თავის ტვინის. ნორმირებას უწესებს თავის ტვინს და ეხმარება იმ ნეირონების აქტიურობის დათრგუნვაში, რომელმაც შეიძლება თავიდან აგვაცილოს შფოთვის გრძნობა. აი ახლა ჩვენ მაგალითად გვაქვს აი ესეთი სურვილი, დიასახლისური სურვილი, რომ მაგალითად წესრიგში მოვიყვანოთ რაღაცა პატარა სივრცე, ხო? ჩვენ ხო ამ სივრცის დასალაგებლად არანაირად არ მოვიყვანთ 100-კაციან ბრიგადას. და თუნდაც დიდი სივრცის დასალაგებლადაც, ესე იგი მეტნაკლებად არ მოვიყვანთ 100-კაციან ბრიგადას. ჩვენ ვეძებთ ყოველთვის რაღაც ოპტიმალურ რაოდენობა ადამიანებისას, რომლებიც ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. და სწორედ გამაამინო ერბოს მჟავასაც აქვს ისეთი ფუნქცია, რომ ის ალაგებს და ზედმეტ აქტივობას თრგუნავს და ტოვებს მხოლოდ იმ საჭირო აქტივობას, რომელიც რაღაცა საქმეს აკეთებს დადებითად. ამიტომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის. არის ნოოფენი გამაამინო ერბოს მჟავა პირდაპირ გაგებით? მსგავსია მისი ნამდვილად, მას შეუძლია ორგანიზმზე მრავალი გავლენა მოახდინოს ისევე როგორც ამ გომკმა გამაამინო ერბოს მჟავამ, მაგრამ მისი ქიმიური შემადგენლობა არის ესეთი გამაამინო ფენილ ერბოს მჟავას ჰიდროქლორიდი და ოდნავ განსხვავდება. ის არის ნამდვილად ტრანკვილიზატორი, თქვენ წარმოიდგინეთ, თავისი მოქმედებით ის არის ტრანკვილიზატორი, იმიტომ რომ განაპირობებს შიშის მოხსნასაც და დამშვიდებასაც და ამავე დროს აქვს მას ნოოტროპული საშუალება განსხვავებით ჭეშმარიტი ტრანკვილიზატორებისაგან, რომლებიც ამას პირიქით არ მოიცავენ ამ თვისებას და ამის გამოც გვაქვს ჩვენ ისინი რაღაცა დონეზე აქტიური ხმარებიდან ჩაჩოჩებული, ხო? იმიტომ რომ პირიქით პაციენტებს ურჩევთ, ბევრი არ გამოიყენონ ის ტრანკვილიზატორები, რომლებზეც მიჩვეულები არიან. ის კი არა, ბოლო დროს ძალიან სერიოზული კვლევები გაჩნდა, რომ თურმე ის ვალერიანა, რომელსაც ინტენსიურად ვაძლევდით ბავშვებს, რა ვიცი, ჩემს სამუშაო სტაჟის დასაწყის პერიოდში მახსოვს, რომ ვალერიანას ძირებს ვახარშინებდით ამ დედებს და 1000 რეცეპტი იყო იმისათვის დასამუშავო. ეხლა აღმოჩნდა, რომ საკმაოდ თრგუნავს თურმე საერთოდ ქერქს და ის კი არა ცდილობენ, რომ ასევე კორვალოლის დოზირება განუსაზღვრონ მკაცრად პაციენტებს, იმიტომ რომ მასში არსებული ნივთიერებები არიან დამთრგუნველი. ანუ რას ვამბობ? ჩვენ მოგწონს ტრანკვილიზატორები და სამწუხაროდ სიტუაციაც ისეთია, რომ ჩვენ ისინი მუდმივად გვჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და აქაც დარბაშიც ალბათ არის ვიღაცა აქტიური ექიმი, რომელიც თვითონაც ხანდახან ღებულობს ამ პრეპარატს, იმიტომ რომ ძალიან სტრესულია ის გარემო და სულ ახალ გამოწვევებს და ახალ პირობებს გვიყენებს სამუშაო სიტუაციაში, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ გქონდეს აი ესეთი თერაპიული სიწყნარე, ისე რომ არ ხდებოდეს ტვინის აქტივობის დათრგუნვა. ამიტომ თუ რაღაცა პრეპარატს აქვს იმისი უნარი, რომ დამშვიდებისა და შიშის და შფოთვის მოხსნის პარალელურად არ შეზღუდოს ჩვენი, ასე ვთქვათ, კოგნიტური შესაძლებლობები, მე ვიტყოდი, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯი არის ამ საკითხთან მიმართებაში. თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ ეს თვისება მისი, რომ ნოოტროპული პრეპარატი არის ტრანკვილიზატორული უნარით, ანუ კოგნიტურ ფუნქციის გამამჯობესებელი პრეპარატს თან აქვს დასამშვიდებელი და შფოთის მომხსნელი ეფექტი, აი ესეთი ფორმირებით შესაძლებელი ეს პრეპარატი დასაწყისში სულაც არ იყო, ასე ვთქვათ, არ ფიგურირებდა ასეთნაირად და უფრო მეტად დასამშვიდებლად იყო მოწოდებული და მისი აი ეს კოგნიტურ ფუნქციებზე დადებითი გავლენა უკვე არის შემდგომში ნაკარნახები იმ მრავალწლიანი გამოცდილებით და იმითი. რა ტიპის
გამა-ამინოერბოსმჟავას ანალოგია. ის არის GAM-B რეცეპტორების ანალოგი. აი ესე თუ ვთქვათ, ეხლა ზოგს უყარს ეს ბიოქიმია განსაკუთრებით, მაგრამ მე მაქვს ხოლმე ასეთი ტრადიცია, რომ თუ ის ბიოქიმია კონკრეტულად დამოკიდებულებას არ გვიცვლის ჩვენ ამ პრეპარატის მიმართ, ხანდახან ღრმად ჩაწუდომაც არ მიმაჩნია მთლად ზუსტად, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ეს არის ეს რეცეპტორები წარმოადგენენ მეტაბოლტროპულ ტრანსმემბრანულ გამა-ცილასთან დაკავშირებულ ქვეტიპს და ისინი ძირითად თავიანთ მოქმედებას ახდენენ კალციუმის არხების გზით. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ ვიაზროვნებთ, ვიმოძრავებთ, ვისუნთქებთ თუ უბრალოდ გაუნձრევლად ვუყურებთ რაღაც ახეთს, ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე და ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ნევროლოგიური და ნერვული პროცესები ყველა მიმდინარეობს რაღაცნაირად კალიუმის, კალციუმის და ნატრიუმის არხებით. ასე პროზაულად ამ შემოქმედებითი პროცესების დაყვანა ცოტა ისეთია, მთლად პოზიტიურ განწყობას არ გვაძლევს, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეთ, ნერვულ სისტემაში მოძრაობა და მედიატორული პროცესები კალციუმის გარეშე არ არსებობს. ამიტომ მე როგორც ნევროლოგს ცოტა მეცინება ხოლმე, როდესაც კალციუმს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი არა, ჩვენი სფეროს წარმომადგენლებიც აღიქვამენ როგორც ძვალსახსროვანი სისტემის რაღაცა ისეთი პრეპარატი და ფიქრობენ, რომ ის მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, როდესაც ლაპარაკი არის ან დაუშვათ მოტეხილობაზე, ან რაღაცა სახსროვან პათოლოგიაზე. არამც და არამც კალციუმის ცვლის დარღვევა პირველ რიგში ურტყავს მედიატორულ პროცესებს და აი ხომ ხედავთ ახლა ისეთი პრეპარატების ეფექტი ზუსტად აი ამ კალციუმის არხებთან, კალციუმის იონურ არხებთან არის დაკავშირებული. ასევე მას აქვს ესე იგი ანტაგონისტური მოქმედება ამ რეცეპტორებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი ზუსტად ამ ანტაგონისტური მოქმედების გამო აქვს ნოოტროპული ეფექტი. ასტიმულირებს მეხსიერებისა და დასწავლის უნარს, ამაღლებს ფიზიკურ და გონებრივ შრომის უნარიანობას და სენსომოტორული რეაქციების სისწრაფეს განაპირობებს. იმის გამო, რომ კალციუმის არხებზე ის მოქმედებს და ის იწვევს მედიატორის გამოთავისუფლებას. ასევე აქვს ვეგეტოტროპული ეფექტი. მეტაბოლურ და ენერგეტიკულ პროცესებში არეგულირებს სწორედ ნეირონებში ისეთ ვეგეტატიურ რეაქციებს, რომლებიც ხელს უშლის არტერიული წნევის ნორმალიზებას და შფოთს. აი ესეთი ვეგეტატიკა. და რაც ყველაზე მთავარი არის, მე ვიტყოდი, გამოვყოფდი ამ პრეპარატში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მის ფუნქციას, ანტიასთენიურ ფუნქციას. ანტიასთენიური ფუნქცია ნოოფენისთვის ეს არის, მე ვიტყოდი, ყველაზე მთავარი ფუნქცია, რაც ამ პრეპარატს გააჩნია და ის აი ანტიასთენიური ეფექტით თავის შფოთვის საწინააღმდეგო ეფექტს გადაფარავს. იმიტომ რომ ეს თემა, რაზედაც ახლა ვლაპარაკობთ, ასთენია, ეს არის დღეის თემა. და ეხლა განიხილეთ ნებისმიერი პაციენტი ქალი, რომელიც მოდის და რომელსაც აქვს საწუწუნო თავის შვილთან დაკავშირებით. ესე იგი, ყველა დედა, რომელიც მოდის და რაღაცა ამბობს, ასე ვთქვათ, ჩივის შვილთან დაკავშირებით, ეს ჩივილები ყოველთვის უკავშირდება იმას, რომ მას ეზარება დილას ადგომა, ეზარება ლოგინის ალაგება, ეზარება გამოღვიძება, ეზარება რაღაცა საქმის დაწყება. გასაგებია, აი ეს ამას ზოგჯერ მშობლები ვერ ხსნიან. ზოგჯერ მშობლები ამას ხსნიან სიზარმაცით. ზარმაცია და იმიტომ ვერ დგება, მაგრამ რეალურად ზოგჯერ შეიძლება ბავშვი არც იყოს ზარმაცი, მოზარდიც არ იყოს ზარმაცი, მაგრამ აი ეს ფსიქოემოციური ასთენია, რომელიც მას გააჩნია, სწორედ ხელს უშლის იმას, რომ დილას ის იყოს, ასე ვთქვათ, მობილიზებული და კონცენტრირებული მერე შემდგომ გასაკეთებელ საქმეებზე. ამიტომ ვიტყოდი, რომ ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? ესეც დაახლოებით თქვით, რაც იყო და ესე. აი ტრანკვილიზატორებისაგან განსხვავებით. მოდი ვთქვათ, აი ტრანკვილიზატორებისაგან განსხვავებით. მას შეუძლია ფსიქოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესება, არ შეუძლია ყურადღების გაუმჯობესება, მაგალითად იგივე გინდა ალპრაზოლამი ავიღოთ და გინდა ავიღოთ ნებისმიერი დიაზეპამის ჯგუფი, ხო? ის არანაირად ყურადღებას და მეხსიერებას არ აუმჯობესებს. მას შეუძლია სენსომოტორული რეაქციების სისწრაფე და სიზუსტე გაზარდოს. ასთენიის დროს ემოციურად ლაბილურ პაციენტებში თითქმის პირველივე დღეებში განწყობილებას ცვლის და ინტერესს, ინიციატივას და აქტიურ მოქმედებებს აუმჯობესებს.
აი ყურადღების კონცენტრაცია მეც შეგვხვდება ეს საკითხი, მაგრამ დღეისათვის ყურადღების კონცენტრაცია, დაქვეითებული ყურადღების კონცენტრაცია არის მოსული პაციენტების კოგნიტური ჩივილების ძირითადი მიზეზი. ვიტყოდი 80%. იქ არ არის დამახსოვრების პრობლემა პაციენტში. იქ არის ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა. ანუ გულის დადების პრობლემა. ჩვენ რო ვეძახით, აი საქმეს გული დავთ, ვერ ახდენს ტვინი მობილიზებას იმ საქმეზე. ვერ ახდენს მობილიზებას და მისი გონება და მისი მუშაობა, ან მისი სწავლის პროცესი ემგონება იმას, ახლა მე რომ მეორე ფანჯარა გავხსნა აქ, რომელიც იქნება აქტიური, იმაში დავიწყო რაღაცების კეთება და ვიღაცა მომთხოვოს, რომ კომპიუტერის მეორე ფანჯარა, რომელიც ჩახურული მაქვს, იმაზე უპასუხო რაღაცა. როდესაც ტვინი არ არის კონცენტრირებული რაღაცა ერთ საქმეზე და მისი გონება არის გაფანტული და არამობილიზებული, ძალიან ძნელია მოხდეს ჩამახსოვრება. რა გვავიწყდება ყველაზე ხშირად? აქ დარბაზში არ იქნება არც ერთი ადამიანი, რომელსაც არ უფიქრია, ნეტა ის გამოვრთე? გამოვრთე? არა, გამოვრთე. კარები დავკეტე? არა კაცო დავკეტავდი, აბა როგორ? არა დავკეტე თუ არა, არ მახსოვს. რასაც ვაკეთებთ ავტომატურად, ანუ რაზეც ყურადღების კონცენტრაციას იმ მომენტში არ ვაკეთებთ. რამდენადაც ვაკეთებთ ავტომატურად, ხო? გაჯახუნება კარები, იმისი გამოწვევა შუქიშა, 1000 რაღაცას ვაკეთებთ ავტომატურად. იმ წუთში სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრო. მაგრამ ასე ის არ გამახსოვრდება, იმიტომ რომ ყურადღების კონცენტრაციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დაფიქსირებაში. აი მომენტის დაფიქსირება უნდა მოხდეს მხოლოდ ჯერ იმით, რომ ყურადღების კონცენტრაცია უნდა იყოს სასურველ თემაზე ან საგანზე მიმართული. ეს არის გადამწყვეტი საკითხი. და როდესაც ნოუფენზე ვლაპარაკობთ, ძალიან ბევრია, ეხლა ჩამონათვალი არის მე სლაიდები შეგხვდება ჩვენ, ჩამონათვალი არის, ნუ აი ძალიან ბევრ ამის დროს შეიძლება გამოიყენოთ. მე მაგალითად დასაწყისში ბავშვთა ნევროლოგიაშიც მუშაობდი და მაშინ მაგალითად ენაბლოობის დროს გამოვიყენებდით ასევე ტიკოზური ჰიპერკინეზების დროს, გამოვიყენებდით ზოგჯერ ენურეზების დროს. აი მისი ახლა ეს ეფექტი უკვე ხვდები, რომ ნეოტროპული კოგნიტური ეფექტი იყო უფრო მეტად. გასაგებია, მაგრამ ბევრი აქვს ძალიან მას და ამიტომ მინდა რომ აი მაინც და მაინც კონცენტრაცია უფრო იმაზე გავაკეთოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. და პირველ რიგში, მოდი აი უფრო ფართოდ გავიაროთ. კი გელაპარაკეთ ახლა რამოდენიმე წუთის განმავლობაში, მაგრამ მაინც მინდა რახან მე აღვიქვავ, რომ ამ პრეპარატის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება არის სწორედ ანტიასთენიური ეფექტი, მინდა რომ აი ეს საკითხი კიდევ ერთხელ გავიაროთ. ესე იგი, ასთენიური და ნევროზული მდგომარეობები, რომლებიც არიან შფოთვით, შიშით და მღელვარებით მიმდინარე. აი ესეთი რაღაცა. ეხლა არის ასთენია სუფთა მარტო ნევროლოგიური ამბავი? ნუ არა, რა თქმა უნდა, ხო? მწვავე ინფექციური დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ის არის მომენტი, ხო? აი ესეთი. ნახე, პათოლოგიური დაღლილობა ინფექციური დაავადებების დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ის არის სიმპტომი, ხო? დაბალი ფიზიკური ამტანობაც ასევე მალე რო იღლებიან 99%-ში ყოფილა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება 85% და ძილის დარღვევა და თავის ტკივილი 75%. ესე იგი, ეს ისეთი ის არის სიმპტომებია, რომლებიც რეალურად ცვლის ცხოვრების ხარისხს, ხო? და თქვენ ყველამ გახსოვთ კარგად იმ დროს ყველა თქვენგანი ექიმი იქნებოდა კოვიდის ინფექციის მერე რაც გვჭირდა, ხო? ყველას პრაქტიკულად ჰქონდა ტვინის ბურუსი და სულ ყველას ჰქონდა ასთენია. რაღაცა ავადმყოფური საშინელი დაღლილობა, რომელიც აი ამ ინფექციური დაავადების, ასე ვირუსული ინფექციური დაავადების გადატანის მერე ჭირდა ადამიანებს, რომ ზოგს სიარული უჭირდა და აზროვნება ყველას უჭირდა და ბოლომდე არც არავინ არ არის გამოსული. პირადად მე გითხრათ, რომ ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი წაიღო ჩემი კოგნიტური ფუნქციების ნაწილიც გაიყოლა თან. ასთენიის კლინიკური სურათის კომპონენტები შეიძლება ისეთი უხეშად რო დავყოთ, ორ ნაწილად გავყოთ. ერთი გავყოთ ფიზიკური გამოვლენებები, რომელიც აქვს ასთენიას და მეორე გავყოთ მენტალური დარღვევები. ფიზიკურ დარღვევებში განვიხილოთ მაგალითად ტკივილი, თუნდაც თავბრუ, კუნთების ზოგადი ტკივილი და ასთენიის მენტალურ გამოვლენებებში სწორედ ეს არის კონცენტრაციის და მოტივაციის დაქვეითება და ძილის დარღვევა. ამიტომ აი ეს მომენტები, რაზედაც ჩვენ გვინდა რომ ამაზე ცოტა ისე ვილაპარაკოთ, არის ეს. აი ხე თვითონ სულ ვამბობთ ხოლმე, რომ აი დაავადება, მაგალითად განვიხილავთ ოსტეოართროზს, ხო? აი ამ დაავადების განხილვის დროს ყოველთვის წარმოვიდგენთ, აი
მოდელი, როგორი შეიძლება იყოს პაციენტი ამ დროს, ხო? ასევე აი ასთენიის მოდელი, ზოგადი მოდელი წარმოვიდგინოთ, აი ასთენიური ადამიანი როგორი შეიძლება იყოს. ნუ პირველ რიგში რაც მოგდის თავში ოფისის თანამშრომელი, რომელსაც შესვენებები არ აქვს და ზოგჯერ არც დასვენებები არ აქვს. აი უწყვეტად ხო არის, მაგალითად 5 წელი უმუშავე, გეტყვის რომ ექიმო 5 წელი შეუძლება არ მქონია. შესვენებაზე არ მთავრდება მისი სამუშაო დღე არასოდეს სამსახურის კედლებში. მოდის სახლში და ბუღალტერიათან მოათრევს იმ რაღაცებს. საერთოდ ექიმია და მოდიხარ სახლში და როდის მთავრდება შენი სამუშაო დღე? როდესაც რემძილის ფაზა გაივლის და ღრმა ძილით თუ ეს გაგაჩნია იმ პერიოდში, თორე მანამ სულ არის რაღაცა, ხო? შემოსვედი გძინავს ნანა ექიმო, აბა ერთი შარდის ანალის გადამიხედე, ხო? ანუ ესე იგი დაუსრულებელი სამუშაო საათები, არასრულყოფილი ეშვებულებები. დაღლილი უენერგიო იღუძებ დილას, იმიტომ რომ რეალურად რელაქს ვერ ასწრებ. თავში გაქვს 1000 რაღაცა, რომელიც წინა დღეს გააკეთე, იმას ემატება ის, რაც მეორე დღეს უნდა გააკეთო. კონცენტრაცია, რა თქმა უნდა, დაქვეითებულია, მომატებული დაღლილობა და ეს დაღლილობა არის დილიდანვე. თითქოს ეძინა საათობრივად რაღაცა გარკვეულწილად, მაგრამ მუდმივი გამოუძინებლობის შეგრძნება არ ტოვებს ამას, ხო? და ასევე ხშირად მოუადებიც არიან ეს ადამიანები, როგორც წესი. სულ ან სრუტუნებს, ან სულ ალერგია აქვს, ან სულ რაღაცა ესეთი ვირუსული ინფექცია, ხო? ამიტომ აი ამ სლაიდში მე ვეცადე რაღაცნაირად რომ გამეერთიანებინა ნოუფენის ის ფუნქციები და სტრუქტურა, რის გამოც ის ახერხებს რომ აი ასეთნაირად გაუმკლავდეს იმას. ხო, ესე იგი, გაემის დამთრგუნველ მოქმედებას ანელებს და დამთრგუნველი მოქმედება რას ნიშნავს? ამინების გამოყოფას უშლის ხელს, გამოამინოერბოს მჟავა, ხო? კერძოდ ჩვენ რა გვაინტერესებს ახლა სეროტონინი და დოფამინი გვაინტერესებს ყველაზე მეტად და ყველა ნებისმიერი ქმედება ამის მომატებისკენ არის ასე ვთქვათ მიმართული. გაბაპენტინის მსგავსი აქტივობა აქვს კალციუმის არხებზე, როდესაც მოქმედებს და ამცირებს არხებიდან კალციუმის შემცირებას. კალციუმის შემცირება არხებში რას ნიშნავს? უპრაგნო შემცირებას ეწინააღმდეგება. განაბლოკავს არამედ ამორჩევითად ამცირებს. გასაგებია ესე. და ასევე მონოამინების აქტივობის მოდულაციას აკეთებს, რაც ამცირებს ამგზნები ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლებას და გვაქვს ესეთი ეფექტები, როგორიც არის ანალგეზიური, ანქსიოლიზური, ნოოტროპული, ვეგეტოტროპული და ანტიასთენიური. იმიტომ რომ რაც გამომუშავდა ადამიანის ორგანიზმში მედიატორი, ყველას აქვს თავისი სამიზნე და უპრაგუნოდ, უმიზნოდ გამომუშავებული მედიატორი არ არსებობს. ძალიან ბევრ პრეპარატს აქვს ეს პრობლემა. აი ხლა კი გადავდივარ იქეთ-აქეთ, მაგრამ აი ანტიპარკინსონული საშუალებები ავიღოთ მაგალითად, ხო? რაღაცა პერიოდის განმავლობაში ძალიან ეფექტურია. შემდეგ, როდესაც მათი რაოდენობა მთლიანად დაფარავს იმ რეცეპტორებს, რომელიც არის აქტიური, ხდება აბსოლუტურად უმოქმედო ეს. და მერე იმიტომ იყო დაამატეს რაღაცა ნივთიერებები, რომლებიც ამ რეცეპტორების აქტიურობას თავიდან აგზნებდა. გასაგებია, ამიტომ თავიდანვე დოზირებულად აგზნება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდეს რეცეპტორების დაბლოკვა უმიზნოდ და ის რეცეპტორები აქტიურ მდგომარეობაში იყოს, მაშინ, როდესაც ჩვენ ამ პრეპარატის გამოყენება დაგვჭირდება. ამიტომ აქვს აი ძალიან მნიშვნელობა აი ამ დოზირებულ გადანაწილებას მედიატორის გამოთავისუფლებისა. ცხოვრებისადმი ინტერესი, ინიციატივა, გონებრივი შრომის უნარიანობა პრაქტიკულად მალევე იზრდება, ამას არ ჭირდება თვეები, პირველივე დღეებიდან არსებობს რაღაცა დადებითი ეფექტები შფოთვის მოხსნასთან დაკავშირებით, მაგალითად ძილის დარღვევასთან დაკავშირებით და დილობის დაღლილობასთან დაკავშირებით. და მინდა აი აქ კიდევ ერთ საკითხზე გავემახვილოთ ყურადღება, მე შეიძლება ეს მომენტი გამოგვრჩეს. აი ვლაპარაკობთ ძილის დარღვევა, ხო? ნახეთ, ხშირ შემთხვევაში ნოოფენს ანოტაციაშიც ასე უწერია და პრაქტიკული გამოცდილებაც იყო, რომ თლად შუაღამისას მისი მიღება არ იყო რეკომენდირებული. მე პირადად 5-6 საათის მერე არ ვნიშნავ ამ პრეპარატს, არანაირად. იმიტომ რომ მას აქვს ეს ნოოტროპული ეფექტი რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ შფოთის მომხსნელია და ზოგჯერ ადამიანს განაწყობს პირიქით მუშაობისკენ, აქტიურობისკენ. ამიტომ
ეს არ არის პრეპარატი ჩასაძინებელი ხალხო და აქ არც განიხილება ძილის ის დარღვევები, რომლებიც ჩაძინებასთან არის დაკავშირებული. აქ განიხილება ძილის ის შფოთვითი დარღვევები, ანუ შფოთვის გამო გამოწვეული ძილის დარღვევები, რომელიც გულისხმობს შუაღამის გამოღვიძებებს, ზედაპირულ ძილს, ღამის კოშმარებს, გასაგებია, ანუ წყვეტილ ძილს, რაც ძილს არასრულფასოვან ეფექტს აძლევს. ჩასაძინებელი პრეპარატი ეს არ არის. ამიტომ ძილის დარღვევის დროს ჩვენ თუ გვინდა რომ ეს პრეპარატი დავნიშნოთ და მივიღოთ ერთი პრეპარატით რამოდენიმე ეფექტი და ხედავთ თუ აქ მას აქვს რამოდენიმე შესაძლებლობა და შეიძლება პოლიპრაგმაზია თავიდან აიცილოთ, ყოველთვის კარგად გავაკეთოთ ანალიზი ძილის რომელ დარღვევაზე არის ლაპარაკი. თუ ჩაძინებასთან დაკავშირებული პრობლემაა, მართლა ჩაძინებას უნდა მოვაცილოთ ეს და ეს საკითხი უნდა სხვა პრეპარატით გადავწყვიტოთ, მაგრამ თუ ძილის შფოთვით გამოწვეული ძილის დარღვევაა, რაც ძილის უწყვეტობასთან არის დაკავშირებული, მაშინ ეს იქნება იდეალური. ძილის დარღვევის ისეთ შემთხვევაში, როდესაც ჩაძინების პრობლემაც არის და ძილის უწყვეტობაც არის, ჩვენ ვამატებთ no offense ისეთ პრეპარატს, რომელიც ჩაძინებაში გვეხმარება და პარალელურ რეჟიმში ვიღებთ ნოოტროპს, როგორც ჩაძინებული პაციენტის ძილის უწყვეტობის გარანტია. და ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ის არის და რაც მთავარია. საძილე პრეპარატების ყველაზე დიდი პრობლემა არის დილას გამოღვიძება. დილის გამოღვიძების საკითხი არის ისეთი, რომ მთელი რიგი ძალიან ცნობილი პრეპარატები არიან, რომლებიც ძალიან ღირსეულები არიან და ასევე ძალიან ხშირად ხმარებადი პრეპარატები არიან. არ მინდა უბრალოდ დავასახელო უშუალო კავშირში ამასთან არ არის და ჩვენ ვეუბნებით პაციენტს აი ესეთ რაღაცას. თქვენ მითხარით, როდის არის თქვენი გამოღვიძება სავალდებულო. და ვეუბნებით, დაანონსებული გამოღვიძებიდან დააცილი ამ პრეპარატის მიღება 11-12 საათით. დილას 8-ზე გინდა ადგე გამოფხიზლებული, დალიე საღამოს 8 საათზე. ის პრეპარატიც არის აი ამ ძილის უწყვეტობის. ნახეთ რამხელა დისკომფორტია. შეიძლება ის 8-7-ზე უნდა ადგეს დილას და 7 საათზე შეიძლება სამსახურშია ჯერ კიდევ და არ არის სახლში მისული. გასაგებია? ამიტომ ჩვენ ეს ამ პრეპარატის პლუსში გადის ისიც, რომ ჩვენ ვაძლევთ მას დღე, არ ვიღებთ ძილიანობას და არ აგვაქვს ძილის უწყვეტობის შენარჩუნების ფაზა გამოღვიძების პრობლემასთან დაკავშირებული დილას, იმიტომ რომ ასთენის ყველაზე დიდი მომენტი დღის პირველ ნაწილშია, ხო ასეა? აი პაციენტს ხო ვეკითხებით ასეთ კითხვას. ნუ ყოველ შემთხვევაში მე სულ ვეკითხები. გაყავი დღეს ამ ნაწილად. აი როდისა გაქვს მეტი ისინი? მეტი პრობლემები როდის არის? და თუ მან თქვა რომ დილის პრობლემები მეტი, ანუ რა ქვია ამას, აი განწყობა, შემართება, ბოდიშს ვიხდის სლენგისთვის, მოხოდვა, რა არის? შემართება, ხო? განწყობა, გონზე მოსვლა, შემართება, რა ვიცი, აი ესეთი ის არის, რაღაცა მომენტი არის, ანუ მაგას გულისხმობს აი ეს სიტყვა. ხო. და ნახეთ რა საინტერესო სლაიდი არის, ძალიან მომწონს, რომ ძალიან დიდი პრობლემა ეხლა ქართველი პაციენტი კიდე ხო იცით რომ ყველა პაციენტისაგან განსხვავდება. ფენომენი არის ყველაფერში და ამაში როგორ გამაზავდა რო არ იყოს ფენომენი, ხო? ქართულ პაციენტს უნდა მორჩეს როდის? გუშინ. როდის უნდა რომ მორჩეს ქართულ პაციენტს? პასუხი ამაზე არის გუშინ უნდა რომ მორჩეს. აი ეგრევე რა, მომენტალურად. ასე, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვაძლევთ პრეპარატს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პრეპარატის რომელიმე ეფექტი. რამდენი თქვენგანი აძლევთ პარალელურად რაღაცა მეორე წამალს, იმისათვის, რომ პაციენტი დაიყოლიოთ მკურნალობაზე. ხო? რა ვიცი, ხა 1000 მაგალითია და არც თქვენ არა ხართ გუშინდელი ბოუშები და კაი გამოცდილი ექიმების ხეთ ხართ და ხო იცით, რამდენ რაღაცას ვუმატებთ იმისათვის, რომ დამყოლია კუჭის დამცას ვუმატებთ, იმიტომ რომ დავიყოლიოთ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატზე და შემთხვევით არ გაუღიზიანდეს. ტკივილ დამოყუჩებელს ვაძლევთ, რომ გახანგრძლივებული მოქმედების პრეპარატების მიღებაზე დავიყოლიოთ. გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან ძნელი არის, რომ ეფექტი არ დაინახოს პაციენტმა. ჩვენთვისაც ძნელია და პაციენტისთვის სხვა უტანელია. ერთ ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ თქვენი იმითი. ესეთი პრეპარატი იყო შემოტანილი თბილისში, ბოლუსი ხუატო. ძველ ექიმებს გეცოდინებათ. პატარა ესეთი ისინი იყო, პილულები იყო,
რომელიც იყო ძირითადად პირველად რო შემოვიდა, ეს იყო ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია და აი ვინც ჩაიტარებს ამ ბოლოს ხუატოთიო, სად ექნება ის ჰემიპარეზი და სად იქნება ჰემიპლეგიო, მოკლედ ვეღარ ნახავ თუ ასეთიო და ეხლა ინსტრუქცია როგორი იყო. 50 კაფსულა უნდა მიეღო დღეში 3-ჯერ. ეს კაფსულები იყო პატარა. ძალიან პატარა. ხო და ეხლა მე წარმოვიდგინე ქართველი კაცი, რომელსაც სმაჭამისაგან დაემართა ინსულტი, წევს ლოგინად ჩავარდნილი პლეგით, ან ჰემიპლეგით, ან ჰემიპარეზით და იწყებს მკურნალობას. ჯერ 50 ტაბლეტი ერთხელ ჩაყლაპა, იფიქრა რომ ხვალვე უკვე ხელს ამაზე დაჭერდა ლიტრანახევარი წყალი, ხო? მერე შუა დღისას კიდე მესამეს, აი ესე იგი კვირაც ვერ გაკაჩა ვერც ერთმა პაციენტმა. ხდებოდნენ საშინლად აგრესიულები, ცდილობდნენ რომ ყველა ეს კაფსულა ერთდროულად ჩაეყარათ პირს და გადაეყლაპათ და საერთოდ ანუ რას ვამბობ? ესე იგი თვითონ მიღების მომენტში და ხანგრძლივობის მომენტში პაციენტი არის მოუთმენელი. ამიტომ პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ წამალს რო იღებს, მალევე მიიღოს რაღაცა, რომელიც გააძლებინებს დააჯერებს იმას, რომ თქვენც კარგი ექიმი ხართ და ის წამალი ჭეშმარიტად მისია. ამიტომ, აი ნახეთ, მესამე დღეს უკვე არის ძილის ხარისხის შეცვლა. და ვინაიდან დილას არ აქვს ძილიანობა გამოყოლილი, ხარისხიც უკეთესი არის და განწყობაც, ხო? მე-7 დღიდან, ანუ დაახლოებით მიღებიდან ერთ კვირაში, უკვე ასთენია მცირდება. იმიტომ რომ ძილიც მოწესრიგდა პლუს პარალელურად და დაღლილობა და იპოხონდრიის დონეც შემცირდა. მე-14 დღიდან, ანუ დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, ყურადღების კონცენტრაცია ისე გაუმჯობესდა, რომ პაციენტი გრძნობს გაუმჯობესდა კოგნიტური ფუნქციები. ეხლა აქ ნახეთ როგორ არის. აქ დამახსოვრება, მეხსიერება, როგორც ასეთი, აქ არ არის ლაპარაკი დაუშვათ ალცჰაიმერის ტიპის მეხსიერების დარღვევაზე, აქ არის კოგნიტურ დისფუნქციაზე, რომელიც ხშირად ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებასთან არის მიბმული და ამიტომ ამას თვითონ პაციენტი გრძნობს. კარგად ვკითხულობ, იცი რა, სიტყვებსაც კარგად ვიმახსოვრებ, აღარ მჭირდება შეხსენება, ამას თვითონ პაციენტი რომ გრძნობს, უკვე თვითონ ცდილობს და ზოგჯერ ეწინააღმდეგება კიდევაც რაღაც დონეზე რომ ეს პრეპარატი ან შეუმცირო, ან მოუხსნა. იმიტომ რომ ის ხედავს ეფექტს და დაახლოებით 3-6 კვირა სჭირდება იმისაც რომ ასთენია მოიხსნას და ძილიც დარეგულირდეს. ასევე დაძაბვის თავის ტკივილის რედუქცია. იმიტომ რომ დაძაბვის თავის ტკივილი ძალიან კარგად იცით, ხშირად არის დაჭიმულებასთან დაკავშირებული და დაჭიმულება კიდევ ხშირად იცით, რომ შფოთთან არის დაკავშირებული, ხო? თმები ყალყზე წამივიდა რას ნიშნავს? თმის ძირის კუნთი, ხო? თმის ძირის კუნთის დაჭიმვა იწვევს თმის ფორმის შეცვლას. ეს კუნთოვანი დაჭიმულება სხვათა შორის ესეთი სახუმარო საქმე არ არის. ხშირად არის ხოლმე რაღაცა უნებლიე მოძრაობას გააკეთებს პაციენტი, კისერი დაეჭიმება, ან წელი დაეჭიმება ღრმა კუნთი და აი ძალიან ძნელი არის. ღრმა კუნთის დაჭიმვა კიდევ უფრო ძნელია, იმიტომ რომ გარედან მალამოები და რაღაცა იმისი სტიკერების დარტყმა საერთოდ არ არის ეფექტური, იმას ძალიან სხვანაირი სჭირდება. და სხვათა შორის ჩემი ძმა აფხაზეთში ტყვედ იყო და რომ ჩამოვიდა, ყველა თმა ჰქონდათ სხვადასხვა მიმართულებით გაშვერილი. ხო და ერთი დაახლოებით 2 წელი მან იარა, გადაპარსულმა იარა, იმიტომ რომ ისი ამოდიოდა ეს თმები, რომ ეს ნერვული სისტემა ვერ დაუწყლანდა და კუნთოვან დონეზე იყო გამოწვეული. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს თვითონ ასთენიური მომენტი აი კუნთთან დაკავშირებული, რომელიც არის ეს ტონუსიც იყოს დარეგულირებული. და აი თავის ტკივილთან დაკავშირებით ზუსტად მაგი მინდა რომ გითხრათ, რომ ეს დაჭიმულობა, ეს რომელიც არის სკალპის კუნთების დაჭიმულობა, რა არის ახლა ის კრავთადუმილი ხო გაქვთ ნანახი? ტვინს არ აქვს მგრძნობიარე რეცეპტორი. აგერ ახდილი ქონდა იმ იმას